მოიხსენებათ იწყება ახალი სასწავლო წლის ციებ-ცხელება. რა საინტერესოა როგორ ემზადებიან მშობლები, რომლებსაც პირველად მიყავთ ბავშვები სკოლებსა და ბაღებში. რას ელოდებიან მშობლები აღმზრდელებისგან განათლების მხრივ. ამის თაობაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი გაესაუბრება მოსახლეობას. რამდენი სასკოლო ბავშვი ყავთ ოჯახში? ერთი. სასკოლო ბავშვი მყავს სამი შვილი. ხუთი, არა 4 მგონი. բայց მან არ ითვლება 4 ხო? ორი მყავდა დაამთავრე, ახლა შვილიშვილები მყავს, ოღონდ ბაღისები არიან. სასკოლო 2. ოჯახში 2. და როგორ ემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად? ყიდულობენ ახალ ჩანთებს, განსაცვლელს, გვეულებს, წიგნებს და ემზადებიან. ემზადებით იმიტომ, რომ ბავშვებმა ისწავლონ კარგად. შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს, წიგნები, ჩანთები, რა ვიცი, ყველაფერი. ჩვეულებრივად ველოდებით იმედია დაგვირიგებენ სასკოლეთ. სოციალურები გახლავართ და მოგებით სრულ კომპლექტ წიგნების. ალბათ ჩაევიდები და ძმები რაღაც ასხელს ყიდულობენ, წიგნებს ამზადებენ, სულიერადაც ემზადებიან ასე ვთქვათ. იმ დატვირთული წლისთვის რაც ელით. ბავშვები სიხარულით ემზადებიან. აგრეთვე მშობლებიც. რამდენია თქვენი შემოსავალი თვეში? ჩემი 300. თვეში საერთოდ 1000 ლარამდე შემოდის. 1500-დან 2000-მდე. 300 ლარი. როგორ ფიქრობთ, თქვენი შემოსავალი სასკოლო სახელმძღვანელოებს ან სასკოლო ნივთებს რამენაირად ყოფნის? არ ყოფნის. სასკოლო ნივთებისთვის შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ სხვა რამეზე არ გიყოფა. საბედნიერად კი. თქვენიაც რამდენი უნდა იყოს შემოსავალი ოჯახში, რომ სასკოლო ნივთების შეძენისთვის იყოს ელემენტარულად საკმარისი, მხოლოდ მაგისთვის. ხოლო სასკოლო ნივთებისთვის. რა ვიცი, ახლა მე მაგალითად გასულ წელს 100-150 ლარი დამატებით დამჭირდა, რომ შემოწირო. საკმაოდ ბევრი. ანუ ეს შემოსავალი არ არის ცოტა, იმიტომ რომ წიგნები. არა, პრინციპში ეხა ხო წიგნები უფასო გახადეს, უფასო დორიგებენ და ბევრი საბოლოოდ ჭირდება ფული, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ცოტა რო არ ჭირდება, ფაქტია. მინიმუმ როგორ ვთქვათ 500 ლარი მაინც ცოტა მაინც ოჯახში. ეგეც არ არის ბევრი შულო, ეგეც ცოტაა ძალიან. თქვენ რომ განათლების მინისტრი იყოთ, რას შეცვლიდით განათლების სისტემაში, ასე საჯარო სკოლებსა და ასევე ბაღებში? რა შევცვლით და ყველაფერი უნდა იყოს უფასო ბავშვებისთვის. ყველაფერი უნდა იყოს ისე, რომ სწავლა განათლება მიიღონ შეძლების და გვარად. უფრო საინტერესო წიგნებს შემოვიტანდი და სკოლაში ბავშვების უსაფრთხოებაზე უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებდი და მასწავლებლების კვალიფიკაციაზე. პირველ რიგში სასურველი იქნებოდა უფასო ყოფილიყო ბაღები და ბავშვებს ესეთი პრობლემა არ შექმნოდათ მიღებასთან დაკავშირებით. მე შემექნა მაგალითად პრობლემა ბაღში შეყვანასთან დაკავშირებით, სოციალური ყოფილიყავი ვეუბნებოდი ბავშვს. იცი რა უნდა შეცვალონ? წიგნები უნდა იყოს უფასო. პირველ რიგში რაც საჭიროა. თქვენი აზრით პედაგოგი როგორ უნდა დადიოდეს სკოლაში, როგორი ჩაცმული, როგორ უნდა გამოიყურებოდეს? კლასიკურად. პედაგოგით ნორმალურად, სექსუალურად ნამდვილად არ უნდა იყოს ჩაცმული, მაგალითი უნდა მიცეს მოსწავლეებს პედაგოგმა. ჩვეულებრივად არ ვიცი, ყოველდღიურად ჩაცმული, მე მგონი რაღაც განსაკუთრებული ჩაცმა არ ჭირდება რაღაც იმას რო ასწავლო. ჩვეულებრივად ალბათ ყოველდღიურად უნდა დადიოდეს. ყოველდღიური ჩაცმის სტილი უნდა გქონდეს, არა გამომწვავი და ჯინსი, მაისური, ან შარვარი. დადიოდეს ნორმალურად ჩაცმული, ისე რომ ბავშვმა არ გაიცნოს იმის ჩაცმულებაზე. მე მგონი ასეთ არც ერთ სკოლაში არ დადიან გამომწვევად ჩაცმულები, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ხარ პატარა ბავშვებთან, კეთა მე ვფიქრობ ეგ ცენზი არის უნივერსიტეტშიც და სკოლაშიც და ბაღშიც, რომ ბავშვთან გამომწვევად არ უნდა ეწოს არც ლექტორს, არც პედაგოგს და არც უბრალოდ აღდგას, იმიტომ არ არის
არც ესთეტიური არ არის და არც სწორი არ არის. ანუ ბავშვის აღზრდაში ძალიან დიდ ხელშემშლელი პირობა არის. და როგორც გქონდით, ანუ ისე უნდა დაბრუნდეს სასკოლო ფორმები, ხო? უკეთესი. მე ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ რაღაცა სკოლას ეს რაღაც პეცი ყოველთვის ქონდა. უხდე, ჩვენ ქონდა ფორმები და ეს იყო შოტლანგები და ძალიან მომწონდა. ბიჭებსაც რაღაცა თავისი გალსტუკები და რაღაც შეიძლება რომ შეირჩეს საერთო რაღაცა ფორმა, თუნდაც საჯარო სკოლებში, იმიტომ რომ რაღაც კარგი როცა ყველა ბავშვი თანაბარია. ამ შემთხვევაში აუცილებელია და მე მგონი ამ შემთხვევაში ბავშვი ფიქრობს არა იმაზე რა ჩავიცვა და როგორ ვიყო. თავის სწავლით ხდება, აი ის იკმაყოფილებს სურვილს რაღაცა უკეთესი იყოს, არა იმითი ჩაცმით, არამედ სწავლით. კი, ნამდვილად საჭირო. ჩემ დროს იყო უნიფორმები და ძალიან მწიამონდა უნიფორმების სიარული და ეხლა არ მომწონს ძალიან. არ მომწონდა ჩემ დროს რომ უნიფორმები იყო და არა, პრინციპში ორი მხარე ერთი ის რომ თუ დაბრუნდა ბავშვებს რაღაც უკეთეს ტანსაცმლით ვეღარ ნახავ და აღარ იქნება ეს რაღაც კლასობრივი დისკრიმინაცია სოციალებში ესე ვთქვა ტანსაცმლის მიხედვით, მაგრამ უბრალოდ ჩემთვის ძალიან რთული იყო და ძალიან არ მომწონდა ჩემი სკოლის ფორმა. თუ იქნებოდა კარგი რაღაც ლამაზი, რომელიც მეც მომეწონებოდა, მომიხდებოდა მაინც, იქნება კარგი, მაგრამ ისე არა. თქვენი აზრით აუცილებელია თუ არა სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დედა ენაზე სწავლება? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დიახ, აუცილებელია, იმიტომ რომ იაკობ გოგებაშვილი რამდენი წელია უკვე და ეგ არც უნდა შეცვალონ. ნამდვილად მიღებულია იაკობ გოგებაშვილი, რომ ისწავლებოდეს სკოლაში. თქვენი აზრით განათლების მხრივ ბავშვები ბაღებში იღებენ თუ არა სათანადო განათლებას? კი, იმიტომ რომ მე დამყავს ბაღში, უკვე 2 წელია დადის, ჩემი შვილი 5 წლის არის და ძალიან მოწონს ბაღი, იმიტომ რომ ჯერ ერთი სოციუმში ამ დროს შედის ბავშვი და უფრო რაღაცა რეალიზდება, ყალიბდება მისი ფსიქიკა და ამ დროს ძალიან საჭიროა რომ ბავშვები ერთმანეთთან კონტაქტობდნენ, იმიტომ რომ აუცილებელია კომუნიკაციისთვის ბავშვს ჰქონდეს თავისი ასაკის ბავშვებთან კონტაქტი. შესაბამისად კი იღებენ, შესაბამისად. აი, როგორც ესე იგი ბაღში ეფერება, ეხლა ჩემ ბავშვი სადაც სწავლობდა, იქ კი იღებენ, მაგრამ სხვაგან არ ვიცი. თქვენის აზრით, რა სათამაშოები უნდა იყოს საბავშვო ბაღებში და რა სწავლის მეთოდები უნდა იყოს დანერგილი, რომ ბავშვმა ისწავლოს საზოგადოებასთან, ადამიანებთან ურთიერთობა და განვითარდეს გონებრივად უკეთესად? მე საერთოდ ანუ ჩემ შვილს სათამაშოების არჩევანში არ ვუყურდა, იმიტომ რომ თვითონ ირჩევს სათამაშოებს. თუმცა ვცდილობ, რომ ანუ აი კონსტრუქტორები ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ბავშვის განვითარებისთვის არის ესეთ სათამაშოები, გეცოდნათ აი კონსტრუქტორის სათამაშოები, აღასაწყობი, რასაც ქვია. ძალიან კარგია აი რებუსები ბავშვებისთვის. თუმცა ხა ის სამყარო, რასაც ქმნის ბავშვის, აი თუნდაც სათამაშოებრივი სპაიდერმენი იქნება, ბეტმენი იქნება. ამ შემთხვევაში ისტორიებს ზღაპრებს თვითონ იგონებს და თვითონ ქმნის და ესეც ანუ უნდა ბავშვს თვითონ მივცეთ გასახანი იმის, რომ თავისი სამყარო შეიქმნას და ანუ ჩამოაყალიბოს თავისი ხედვები და ნანოა მე თვითონაც გამეთარდა. სხვა წლებთან შედარებით მე წელს ძალიან მომეწონა ბავშვების გამოსვლა, კონცერტები მოაწყეს, პატარა მაგიდების უფრები, რაღაცეები და ძალიან მომწონდა. ბავშვების კმაყოფილები იყვნენ, რა თქმა უნდა. რავი, ესეთ სათამაშოები ისეთი როგორც ბავშვებს აქვს, რავი. ბიჭებისთვის მანქანები, უბებისთვის თოჯინები, რავი. ეგ მაგდაგვია რაღაცები და რაც სპორტული ანუ რაც მეტი სპორტული იქნება, მეტ უკეთესი იქნება. ბავშვების სათამაშოები და არა კომპიუტერი, რომელიც ბავშვს აშტერებს. აუცილებელია თუ არა საქართველოში რომ ფუნქციონირებდეს კერძო საბავშვო ბაღები იმის მიხედვით რომ ბევრ ოჯახს არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი. ისეთ მე ვფიქრობ, საერთოდ საზღვარგარეთ ევროპაში საჯარო ბაღებიც აი გამოირჩევა თუნდაც სწავლის დონით, როგორც საჯარო უნივერსიტეტები, საჯარო სკოლები, თუმცა აუცილებლად კერძო ბაღები უნდა სკოლები იყოს, რომ მე თუ მინდა რომ შევიყვანო კერძო სკოლაში, ეს ჩემი არჩევანი. ანუ იქ რაღაცა მაგათაც დროის მხრივაც უფრო დიდი ხანია ბავშვი, ანუ კერძოდ ემზადება კერძო სკოლაში, ანუ ის სწავლის დონე კი არ უნდა იყოს განსხვავებული. არამედ პირობები, რა პირობებშიც უნდა მშობელს, რომ იყოს თავის შვილი ის იქნება 9-დან 2-მდე თუ 9-დან 6-მდე და კერძოდ სახლში მოამზადებს თუ თვითონ სკოლაში მოამზადებენ, აი სხვაობა უნდა იყოს და არა ფასებს შორის სხვაობა იმიტომ არის, რომ ხარისხი არის სწავლების სხვადასხვა. ეს ცუდია, რომ საჯაროში კარგად უნდა სწავლდნენ. უნდა იყოს ბავშვებისთვის სპეციალური ბაღი, სადაც მშობლებს არ აქვს შემოსავალი და გადაიხადონ ის, რაც საჭირო არის.
კერძო ბაღებში ესე იგი თავისუფლად ვერ შეიყვანს ყველა, იმიტომ რომ გადასახადი მეტი არის. მე ვფიქრობ, არ უნდა იყოს საერთოდ კერძო და სახელმწიფო უნდა მისცეს საშუალება, რომ გაიზარდოს ბავშვი, ანუ საბავშვო ბაღებში იაროს და გადაიხადოს ამ მახის საფასური და კერძო რო არ იყოს საერთოდ როგორც რავი, კერძო ბაღების მაინც და მაინც არ უნდა იყოს მთავრობის ბაღები, რომ ბავშვები დადიოდნენ იქ. თქვენ უკვე გაიგეთ ხალხის აზრი სასწავლო წლის დაწყების ცხიებ ცხელებასთან დაკავშირებით. კომენტარის გაკეთება თქვენთვის მოგვინდია.